ბათუმში წლის მიწურულს თანამედროვე სტანდარტებითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება. კლინიკაში კარდიოქირურგიულ გაყოფილებასთან ერთად რადიოლოგიური, ანგიოლოგიური სიუძდახვა და ზოგადი ქირურგიის კაბინეტები ამოქმედება. მრავალპროფილურ საავადმყოფოში კარდიოქირურგიულ ოპერაციებს ქართველ კოლეგებთან ერთად თურქეთში მოღვაწე კარდიოქირურგი ისმეთ დინდარიც ჩაატარებს. კლინიკა 100 წელზე იქნება გათვლილი. მომავალ წელს ამავე ადგილას სტამბულში არსებული კერძო უნივერსიტეტ ბაუს ფილიალი გაიხსნება. მომავალი მედიკოსები სურვილის შემთხვევაში სწავლას იმ ქვეყნებში შეძლება, სადაც უნივერსიტეტს მსგავსი სამედიცინო სასწავლებლით ფილიალები აქვს გახსნილი. დაწესებულების მშენებლობის პროცესს დღეს რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი და ისმეთ დინდარი გაეცნენ. დაახლოებით 100 საწოლი გვაქვს. ამის 56 არის გეგმიური პაციენტების საწოლები. დანარჩენები ინტენსიური პალატის საწოლები იქნება. ამ ნაწილზე ახლა რომ ვართ, ამ ნაწილზე იქნება სამედიცინო ფაკულტეტი. აქ ყველა ლაბორატორიები, ანატომიის, ბიოქიმიის, ჰემატოლოგიის ლაბორატორიები იქნება. აქ სტუდენტები დაისწავლებენ სამედიცინო დარგებს. ჩვენი ჰექიმების ერთად გავაკეთოთ აგე. ახლაც გვაქვს თურქეთში 8 ჰექიმი ჩემთან არის ისტამბულში. დროებით კი რჩევან ხანდახან თურქეთიდან ჰექიმები ჩამოვა, ხანდახან თბილისიდან ჩამოვიდნენ. აქ არის სკოლა. ისენა გავაგზავნოთ ყველაფერი ამის შემდეგ. ესეთი კლინიკების მშენებლობით ჩვენ უნდა შეგვიძლია გარკვეულ პერიოდში განვაცვალოთ პრეტენზია სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ახალი შენაძენი იქნება ჩვენი მოსახლეობისათვის ამ კლინიკის გახსნა.